მესამე თეთრშია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ რადიოს გადაცემა ბიბლიოთეკას. მე გიორგი კილაძე გახლავთ გადაცემის წამყვანი. დღეს ვაგრძელებთ დეპარტამენტის შესახებ საუბრებს და ჩვენი მორეგისტრირებული იქნებიან ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის თანამშრომლები, ჩემი კოლეგები და მათთან ერთად აი ამ დეპარტამენტის შესახებ ვისაუბრებთ. დეპარტამენტი ძალიან დიდია, რაოდენობრივად და ფუნქციურადაც, ამიტომ ყველა მისი ამოცანის ჩამოთვლას და ყველა განყოფილების ჩამოთვლას იმედია დროს არ დავკარგავ, ესეთი 12 განყოფილებაა და დროდადრო და რიგრიგობით ამ მათ შესახებ ვისაუბრებთ შემდგომ გადაცემებში. დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ზოგადად დეპარტამენტის მუშაობას და აგრეთვე რამდენიმე განყოფილებას, რომელთა შესახებაც ცოტა მოგვიანებით გესაუბრებთ. მანამდე წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს, ჩემს კოლეგებს, ქალბატონი ლალი კაკულია, საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ქალბატონი თინა ლომჯარია, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ქალბატონი მარინა კენჭოშვილი, ICCN-ის ცენტრის უფროსი და თუ რა არის ICCN-ის ქალბატონი მარინა თვითონ მოგვახსენებს და დაკომპლექტების განყოფილების უფროსი ქალბატონი ნინო გურგეიცი. ახლა მოდით პირდაპირ ზოგადად დეპარტამენტის ამოცანების შესახებ ვისაუბროთ. ისთვის არსებობს ეს დეპარტამენტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში და რა ამოცანებს ასრულებს. ვთქვი რომ ბევრი ამოცანები და რამდენიმე მაინც გამოვახეთ. თხოვთ. ზოგადად ძალიან მრავალმხრივი დეპარტამენტია ჩვენი დეპარტამენტი, მაგრამ მე შევჩერდებოდი ეროვნული ბიბლიოგრაფიის ფონდებზე, რომელიც ძალიან პრიორიტეტულია დღეს ჩვენი ბიბლიოთეკისთვის ზოგადად. საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტი, როგორც აკითხვა, აწარმოებს საქართველოში ნაბეჭდი ერთეულების აღრიცხვას და რეგისტრაციას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოში გამოცემული ბეჭდური პროდუქციის შესახებ ყოველწლიურად ვაგზავნით სტატისტიკის დეპარტამენტში. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი ამ ხედველობაში გამოსცემს ეროვნული ბიბლიოგრაფიის საძიებლებს, როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ფორმით. აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, IFLAS-თან, UNESCO-სთან. დეპარტამენტი ითვალისწინებს IFLAS რეკომენდაციებს სხვადასხვა სამუშაო ინსტრუქციების შემუშავების დროს და ასეთი ინსტრუქციები ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს მომზადებული. რამდენი სხვა დასახელება? თქვათ საბიბლიოთეკო ფონდების აღრიცხვის ინსტრუქცია, ისე დეპარტამენტის ეს უკვე ბიბლიოთეკის საბჭოზე, საერთო საბჭოზეა განხილული, მაგრამ არსებობს კიდე პატარ-პატარა ინსტრუქციები, რომელიც აი შიდა საქმიანობისთვის გვჭირდება, შიდა მოხმარებისთვის გვჭირდება ხოლმე. ეს არის თავსათაურის აღწერილობა, როგორ აღიწეროს თავსათაური დაუშვათ, ეს არის რა ფორმებია ამ თავსათაურის ამოცემული და ასე შემდეგ. ეხლა გარდა ამისა, UNESCO-ს საკლასიფიკაციო ცხრილების მიხედვით ჩვენ ვადგენთ დარგობრივ სტატისტიკას. თანამშრომლობთ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებთან. მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს გამომცემლობებთან და კერძო პირებთან, რომელთა გამოცემებს ანიჭებს ISO სტანდარტების დადგენილი საერთაშორისო უნიკალურ ნომრებს, აი ქალბატონი მარინა მოგახსენებთ ამაზე, ISBN, ISSN და ASMS. ქართულ ენაზე და ქალბატონი მარინა გაშიფრავს კიდევაც ალბათ, ეს არის საერთაშორისო უნიკალური ნომრები წიგნის სერიალური გამოცემების და ნოტების. ქართულ ენაზე დეპარტამენტი თარგმნის საერთაშორისო ბიბლიოგრაფიულ სტანდარტებს, ASBD-ს, Dublin Core-ს, ეს ახლა Dublin Core-ის შედარებით ახალი სტანდარტია და ამაზე დიდი მუშაობა მიმდინარეობს, ახორციელებს რეგიონალურ პროექტებს, რითაც უზრუნველყოფს ციფრული ბიბლიოთეკების წარმატებით დანერგვას პროგრამა DSpace-ის ბაზაზე. იზიარებს ბერლინის და ბუდაპეშტის 2003 წლის დეკლარაციების სრული ტექსტების ღია წვრთნის პრინციპებს. თანამშრომლობს UDECA-ს კონსორციუმთან და საკლასიფიკაციო ცხრილებს თარგმნის ქართულ ენაზე. ეწევა სამეცნიერო კვლევით მუშაობს. საგარეო საქმე და განყოფილებასაც ფუნქციას იცავსოთ, მე მგონია ეს ისედაც ჩვენ ძალიან უცხოურ იმასთან, აი მაგალითად British Library-სთან გვაქვს ძალიან ხშირი კონტაქტები, ძალიან ახლო ურთიერთობა ზოგიერთ თანამშრომელთან, ისინი გვიგზავნიან თავიანთ და სხვათა შორის აი British Library-ში აღმოჩნდა ქართული გაზეთები, მათ გამოგვიგზავნეს ჩვენ დიდი ნუსხა, რომელიც შეიძლება რომ გავაციფროთ, რომელიც უფრო პრიორიტეტულია თქვენთვისო და ჩვენ ავირჩიეთ აი ძველი გამოცემები და შემდგა სხვათა შორის ერთ-ერთი გაზეთი ამერიკაში გამოდის, ტრადიციონალისტთა კავშირის გაზეთი. ჩემსაც მოლუნელი ნამდვილად. ასე რომ მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა ჩვენს მსმენელებს, რომ ძალიან
გიდ და საინტერესო დეპარტამენტზე საუბრობთ. მაგრამ მოდი რამდენიმე საკითხი გამოვყოთ, იმიტომ რომ დღეს 12 ამოცანას რომელიც კიდე შეიძლება რამდენიმე ქვია მოცანა და კიდე დაიყოს ვერ მოვასწრეთ. მოდი ვისაუბროთ წიგნების დაკომპლექტებაზე, მოდი განვიხილოთ წიგნის მოძრაობის სქემა, ვისაუბროთ ფონდების კატალოგიზაციაზე და აი ISSN-ს, რაც ჟურნალის ეხება, აი ამ თემაზე ვისაუბროთ. მოდი ახლა ქალბატონ ლარის თქო სიტყვას და მოდი უბრალოდ ვისაუბრება ფონდების კატალოგიზაციაზე. რას ნიშნავს, რატო ხდება, როგორ ხდება, გასაგებია მოაქვს კითხველისთვის, გამომცემლებისთვის, ზოგადად საზოგადოებისთვის, კითხველთა საზოგადოების აშშ. ფონდების კატალოგიზაციაზე ვილაპარაკებთ. ფონდების კატალოგიზაცია არის ორგვარი. თემატური კატალოგიზაცია და აღწერილობითი კატალოგიზაცია. აღწერილობითი კატალოგიზაცია ეს არის აღწერა ზოგადად წიგნის. არის ორნაირი კიდე ელექტრონული კატალოგიზაცია. ჩვენ ვატარებთ ახლა უკვე გადავედით ელექტრონულ კატალოგიზაციაზე. თემატური კატალოგიზაცია ვაწარმოებთ UDECA-ს საკლასიფიკაციო ცხრილის მიხედვით. ჩვენც როგორც თინა მოგვახსენა UDECA-ს კონსორციუმთან გვაქვს კავშირი და იმის რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ და ახალ იმებს ვხებულობთ მაგათგან ყოველ წელიწადს თითქმის ახალ ცხრილებს, შესწორებებს და ჩვენ კატალოგებში ავსახავთ ამ ცვლილებებს. აღწერილობით კატალოგიზაცია ეს არის აღწერა ციგნების და შეტანა ელექტრონულ კატალოგში. ელექტრონულ კატალოგს ვატარებთ 1999 წლიდან. მე მგონი მაშინ გაჩნდა ჩვენს ბიბლიოთეკაში პირველი კომპიუტერები. ხო, და ზუსტად მაშინ არ გაჩნდა. უფრო ადრე გაჩნდა, ოღონდ ავტომატიზაციაში იყო მარტო და ჩვენ განყოფილებაში ორი კომპიუტერი მივიღეთ პირველად და ამაზე იყო სწავლა და ყველაფერი. ისტორიის კვლევას თქვენი საქმეა თუ არა ამ დეპარტამენტის. და გამახსენდა. ვიკულევთ. აი ეს არის დიდი ბოჯი. ბიბლიოთეკის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია საინფორმაციო საძიებო სისტემა იყოს სრულყოფილი და ანუ რის მიხედვით ვეძებთ ავტორის, სათაურის აღწერილობა ახლა ამ კატალოგებში ძიება ხდება ჯერ ჩანაწერებში არის შემდეგი სახის ინფორმაცია ბიბლიოგრაფიული აღწერილობა, საკლასიფიკაციო ინდექსი, შენახვის შიფრი და საგნობრივი რუბრიკა. აი ამ ყველა მახასიათებლით ვეძებთ სისტემატურ კატალოგში ჩვენ ვაწარმოებთ სისტემატურ ბარათულ კატალოგსაც. მრავალენოვან გენერალურ კატალოგს სისტემატურს, სადაც თემატურად არის ძიება ინდექსების UDECA-ს ინდექსების მიხედვით. და ელექტრონულ კატალოგში ელექტრონული კატალოგი უფრო წინწასული ის არის ძიების მხრივ უფრო ბევრნაირი საკვანძო სიტყვებით, ავტორით, სათაურით, საკლასიფიკაციო ინდექსით და საგნობრივი რუბრიკით შეიძლება და უფრო აი ვთქვათ სათაურის ერთ-ერთი სიტყვითაც შეიძლება ძიება. ესე ელექტრონულ კატალოგს უამრავი უპირატესობა აქვს, ესე იგი სხვა კატალოგებთან შედარებით. მაშინ მასალა შეიძლება მოიდებდეს ნებისმიერი სიტყვის მიხედვით. ბიბლიოგრაფიული აღწერილობა ხდება საერთაშორისო კომუნიკაციური სტანდარტის უნიმარკის მიხედვით. უნიმარკის ძირითადი დანიშნულებაა ბიბლიოგრაფიული მონაცემების საერთაშორისო გასვლა ელექტრონული ფორმატის საშუალებით. უნიმარკი ეყრდნობა ASBDS საერთაშორისო აღწერილობის ბიბლიოგრაფიული აღწერილობის საერთაშორისო სტანდარტს. თან მიმდევრობით ითვალისწინებს მის სტრუქტურას. უნიმარკი ხო ASBDS-ზე ბიბლიოგრაფიული ელემენტები უნიმარკში განლაგებულია ველებში და ქვეველებში. ველი წარმოადგენს განსაზღვრულ სტიკონს კომპიუტერში, რომელსაც აქვს ჭდე სიმბოლოიანი კოდი და შედგება გარკვეული რაოდენობის ქვეველებისგან. ქვეველები იდენტიფიცირებული ბიბლიოგრაფიული ელემენტებთან და აღინიშნება ორ სიმბოლოიანი კოდით. ამაზე შემდეგ გავაგზავნოთ ახლა ვიდრე რამეს აღწერთ, ანუ წიგნს აღწერთ, ის წიგნი როგორმე უნდა მოვიდეს ბიბლიოთეკაში. ან უნდა გამოვიტანოთ საცავებიდან, ან ახალ წიგნი აღო და მოდით როგორ კომპლექტება ვნახოთ ჯერ ხაბადინოს და შემდეგ ეს გზა გავიაროთ ერთად. გზა გავიაროთ ერთად თუ როგორ მოძრაობ წიგნი ბიბლიოთეკაში.
ქალბატონმა მარინა მილაპარაკოს, იმიტომ რომ ASBN-დან ითით რა, მე ვილაპარაკებ მაინც ASSN-ზე, ისე გეტყვით რომ ASSN-ი არის სერიალურ გამოცემთა საერთაშორისო სტანდარტული ნომერი. ASBN არის სერიალურ გამოცემთა ისე წიგნის ნომერი საერთაშორისო, ხოლო ASMN არის მუსიკალური ნოტების საერთაშორისო ნომერი. ეხლა მე ASSN-ზე ვილაპარაკებ, მე გახლავთ ASSN-ის ცენტრის უფროსი და ცოტა შეიძლება ცოტა შორიდან დავიწყო უბრალოდ ისტორია რომ ეს 70-იან წლებში ჩამოყალიბდა ASSN-ის ცენტრი იუნესკოსა და საფრანგეთის მთავრობას შორის შეთანხმების შედეგად. და ასევე ISO ეს არის სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ISO სტანდარტიზაციის ორგანიზაცია არის International Standardization Organization, რომლის მეშვეობითაც დაარსდა უკვე დაქმნდა 70-იან წლებში ASSN-ი პარიზში, ოღონდ საერთაშორისო ცენტრი. ეხლა საერთაშორისო ცენტრის შემდეგ ესე იგი გაჩნდა იმის მოთხოვნა რომ ყველა ქვეყნებში დაარსებულიყო ეროვნული ცენტრები. ერთ-ერთი ვართ ჩვენც. ასეთი. ეხლა საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ყველა ASSN-ი, ყველა მოკავშირე რესპუბლიკებისთვის აი ეს ნომერი საერთაშორისო კეთდებოდა მოსკოვში, მხოლოდ და მხოლოდ. როდესაც უკვე საბჭოთა კავშირი დაისალა, ყველა რესპუბლიკის მოკავშირე რესპუბლიკას გაუჩნდა იმის სურვილი, რომ თვითონ ყოფილიყო დამოუკიდებელი მაწარმოებელი ამ საერთაშორისო ნომერში. ყველა ქვეყანაში არ არის. ახლა ამასაც რომ გახსენებთ, ახლა სოფლიოში დაახლოებით 150-მდე ქვეყანას მოიცავს ASSN-ი, მაგრამ თვითონ თუ საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს გავითვალისწინებთ, აქედან არის ბალტიისპირეთი, რომელიც ჩვენზე ადრე გახდა ამის წევრი დამოუკიდებლად თითოეული ქვეყანა, შემდეგ მოდის საქართველო. შემდეგ წამოვიდა სომხეთი და შემდეგ ყირგიზეთი. აი ესეთია ისა და რუსეთის სინამდვილეში რუსებს თვითონ ჰქონდათ რაღაც გაუგებრობა თვითონ ბიბლიოთეკასა და წიგნის პალატას შორის და ამიტომ ფრანგებმა თვითონ გადაწყვიტეს იმდენად მნიშვნელოვანია რუსული ლიტერატურა, იგივე ეს პერიოდული სისტემა და ასე შემდეგ გამწევრო თვითონ ანიჭებენ, ოღონდ რუსეთის ინდექსით. ეხლა ეს ASSN-ის საერთაშორისო ნომერი არის 8 ნიშნაციფრი. აქედან პირველი 4 არის ნამდვილად ქვეყნის კოდი, ანუ ჩვენც გვაქვს ჩვენი საქართველოს კოდი პირველი 4 ნიშნა, ხოლო შემდეგი 4 ნიშნა არის თვითონ ამ პერიოდ გამოცემის კუთვნილება. ამიტომ ჩვენი 4 არის სხვადასხვა. იცით რომ გვითარდება ერთი პარტია. ჩვენ ხო ამას ჩვენთან არ ვაწარმოებთ. გვიგზავნის საერთაშორისო ცენტრი პარიზიდან. და პირველი 4 უკვე რამდენიმე გამოვიცვალეთ. პირველი 4, პირველი იყო 500 ნომერი გამოგვიგზავნის, შემდეგ კიდევ ერთი 500, ანუ რამდენ ჟურნალს მივანჭეთ. შემდეგ გამოგდეს 100, კიდე შემდეგ 100. ეხლა ამაზე ვარ ჩეჩერებული. მაგრამ თითქმის ყველა ნომერი უკვე გაცემულია გამომცემლებზე. ეხლა გამომცემლები კიდე როგორ იქცევენ, ეს სხვა საკითხია. ჩვენს მოვალეობას პირნათლად ვასრულებთ. შემდეგ იცით რა ხდება? აი ეს თვითონ ეს მთელი კონტროლი აი ASSN-ის მინიჭებაზე, აი იყო ASSN-ის ცენტრმა, რომელიც არის პარიზში. და ასე ვთქვათ, მე ჩამოურიგდა სხვადასხვა ქვეყნებს და ხდება მინიჭება და კონტროლი. ეხლა ჩვენ ვახორციელებთ როგორც მინიჭებას და კონტროლს, შემდეგ ბევრი რაღაცა არსებობს, იმიტომ რომ იცით როგორ არის ის გამომცემელი რომ მოდის, გარდა იმისა, რომ ჩვენ სამეცნიერო ჟურნალებს ვანიჭებთ უპირატესად, ჩვენი პრიორიტეტია ეს ASSN-ის, სხვადასხვა ყოფითი სახის ჟურნალებს, ლიტერატურულ ჟურნალებს. არა, კი, ლიტერატურულ ჟურნალებსაც, როგორ არა, ყველას ვანიჭებთ საზოგადოებრივ ჟურნალებს. ასევე ქალბატონმა თინამ რო ახსენა, ის ძალიან ნიშანდობლივია, იმიტომ რომ ბრიტანეთის ბიბლიოთეკიდან გამოგზავნილი ის გაზეთები, რომელიც ბრიტანეთშია, ოღონდ ქართულია, ხო? საქართველოში გამოცემული თუ არ ესმეთე. აი, ის უკვე მკვდარი ჟურნალია ალბათ, ანუ აღარ გამოდის, ხო? ამას ვეძახით ჩვენ მკვდარ ჟურნალებს, რომელიც აღარ გამოდის. მასზეც ჩვენ ვალდებული ვართ მივანიჭოთ ASSN-ი. ამიტომ მე ქალბატონინა შემდეგ დიდი ბოდიში ხა გადახრისთვის, ცოტა ლირიკული გადახრისთვის, მაგრამ შემდეგ ამ საკითხზე მივმართავ. ეხლა რა ხდება? ბიბლიოგრაფიული აღწერა ჩვენი ASSN-ის ხდება ჩვენი სისტემით, ანუ არსებობს სახელმძღვანელო ამისი სპეციალური, რომელსაც გვიგზავნიან, იმიტომ რომ ჩვენ ვიხდით ყოველწლიურ საწევრო გადასახადს ASSN-ს, ISBN-ს და ასე მეტ. ამიტომ ამ წლის საწევრო გადასახადს შედის სწორედ, რომ ჩვენ გამოვიგზავნოთ ნომრები, რაც მისანიჭებელი და ასევე სახელმძღვანელოები. აი ამ სახელმძღვანელოში თავის აღწერა აქვს, ჩვენ ამ სისტემით ვაწარმოებთ აღწერას ბიბლიოგრაფიულს, განსხვავებით იმ ადგილობრივი ბიბლიოთეკის ამ ბიბლიოგრაფიული აღწერილობიდან, რომელიც ეხება მას პერიოდ გამოცემებს. გარდა ამისა, სამეცნიერო ჟურნალების თვალსაზრისით, ესე იგი სამეცნიერო წარმომადგენელს, რომელიც არის მეცნიერი თვითონ და სურს, გაიგოს რა ხდება მსოფლიოში, რა ჟურნალები გამოდის სამეცნიერო, ან რა სტატიები იბეჭდება, მას აქვს წტომა მხოლოდ ჩვენი მეშვეობით. ASSN-ის მეშვეობით. ანუ ჩვენ ვართ შუამავლები. აი იმ ჟურნალებსა და
აი ამ სურვილს შორის ეს გამომცემელი იქნება პიროვნება თუ თვითონ რაღაც ინსტიტუცია დაუშვათ, ჩვენ ვართ შუამავლები. მე ესე იგი შუამავლის როლს ვასრულებ და გარდა ამისა შეიძლება გამოწერა ISSN-ის საიტზე არის ეს გამოწერის ადგილი, სადაც შეიძლება გამოწერა ძალიან დიდი თანხა ღირს ევროებში. განისაზღვრება ცხადია ეს თანხები და საკმაოდ დიდი ძალიან. ხოლო ჩვენი მეშვეობით არის სრულიად უფასო. ჩვენი მეშვეობით მხოლოდ. ISSN-ის მეშვეობით. ცხოვრჩი აღაღებულობს ISSN-ის გარეშე. ISSN-ის და ISSN-ის ასე რა მნიშვნელობა აქვს კიდევ. აი ეს სამეცნიერო ჟურნალების თვალსაზრისით უფრო და არა ისეთი უფრო დაუშვათ ლიტერატურული იყოს დაწყებული. უფრო მეტად სამეცნიერო ხაზით ეს არის URL ანუ URL როგორც ვიცით ახლა ჩვენთან გავრცელებული ესე იგი არქივები, ეს არის სამეცნიერო ჟურნალების არქივები, რომელშიც შეიძლება განთავსდეს ჩვენი სამეცნიერო ჟურნალები დაუშვათ. ძალიან ცოტა არის წამი. ეხლა აი ამ ცოტას წარმოგიდგენთ აქ უბრალოდ ჩამოთ ისე ძალიან მსუბუქად, ეს არის ACM, ეს არის Digital Library, ანუ ციფრული ბიბლიოთეკა. შემდეგ არის British Library, არის Copaki, არის EBSCOhost, არის Genomics, Ingenta Select, JSTOR, Oxford Journal Salsa და ასე შემდეგ. ანუ უამრავი ჟურნალი, ანუ არქივი, სადაც ინახება ჩვენი მეცნიერების მიერ გამოშვებული და შრომები თავისი ჟურნალებით. ძალიან ცოტაა ჩვენ უკვე ვნახეთ. ამის დათვალიერების უფლება კიდევ გვაქვს ჩვენ. ISSN-ის წარმომადგენლებს. ასევე კიდევ მეორე ახალი ახლა შეიძლება მოკლედ გადავალ იმაზე, რომ არსებობს impact factor, რომელიც ახლა ძალიან გავრცელდა, ამ impact factor-ის თვალსაზრისით ისევ ISSN-ის მეშვეობით ხდება. ანუ ის, ვინც მიიღებს ISSN-ის ნომერს, ISSN-ის ნომერი, იმიტომ რომ ჩვენი გაგზავნილი, ჩვენი აღწერილი, ეს ბიბლიოგრაფიული აღწერილი ჟურნალი წავა საერთაშორისო ცენტრში და ათავსებენ ვებ-პორტალზე, საერთაშორისო ვებ-პორტალზე, რომლის ნახვის უფლებაც ყველას არ აქვს, ანუ ფული უნდა გადაიხადო. ჩვენი მეშვეობით ასევე ამის ნახვაც შეიძლება უფასოდ. იქ იმის შემდეგ რაც იქ განთავსდება და აღწერილობას ჩვენ ვატყუდეთ ცხადია, ამის შემდეგ შეიძლება impact factor-ზეც ფიქრი, აი ამ საარქივო იმაზეც საერთაშორისო არქივზეც ფიქრი და ასე შემდეგ, რომლის ასე ვთქვათ დაკვალიანებას ვაკეთებთ ჩვენ ISSN-ის ცენტრი, ანუ მოდიან ჩვენთან რამოდენიმე უკვე მოგმართა, რომ აი დავაკვალიანოთ, გზა გაუკაფოთ თუ როგორ მიაღწიონ ამას. ISSN-ი უნდა გქონდეთ ცხადია. გარდა ამისა და უამრავი, აი ხაზი მინდა გავსვა, უამრავი პერიოდ გამოცემა შემოდის ჩვენს ბიბლიოთეკაში სწორედ ISSN-ის სწავლით. გარდა იმისა, რასაც იწერს გამოწერით რაც ხდება, დაუშვათ დაკონკრეტების გაყოფილების მიერ. ასევე ჩვენი მხრიდან, იმიტომ შრომათა კრებულები კი არის წერილი ჩვენი მეშვეობით ვოდის. და ჩვენ მათ ვუხსნით, რომ ბიბლიოთეკა არის ყველაზე დიდი წიგნსაცავი საქართველოში და ამიტომ თითოეული ფურცელიც კი უნდა იყოს მოთავსებული აი აქ, რომ შენახულ და დაცულ იქნას. აი ეხლა ცოტა მოკლედ ინდექსისთვის სჭირდებათ მეცნიერებს. მეცნიერებს სჭირდებათ ეს ციტერების ინდექსი, მაგრამ ამას დიდი გზაა გასავლელი ციტერების ინდექსი ცხადია, მაგრამ ISSN-ი საჭირო რომ კონდეს ეს ISSN, რომ ისინი ნახულობენ იმას. არ ვიცი მე ვისი ასევე შეიძლება თავიანთი ადგილობრივი ISSN-ის მეშვეობით, ამდა თანხა არის გადასახდელი რომ ნახონ ყველაფერი, როგორც არის. აი ეს არის მოკლედ ცხადია ის, რაც მე ვთქვი ამაზე. მეცნიერები არა მხოლოდ ჟურნალებში დასწრებენ სტატიებს წიგნებს მოდის წიგნები მართალია, მაგრამ ეხლა სტატიებზე აქ ლაპარაკი სამეცნიერო სტატიებზე. ხო, ქალბატონმა მარინამ რაც ახსნა, მინდა დავამატო, რომ გარდა ISSN-ის ნომრის არსებობს ISBN-ის ნომერი, რომელიც წიგნს ენიჭება. მე ზუსტად ვერ განმარტა რა არის ISBN. მას ქალბატონი თვითონ ილაპარაკებს, როცა წიგნის საერთაშორისო და მე თქვა, რომ ძირითადში მაინც წიგნები თუ ჟურნალები აქტიურად ბიბლიოთეკაში ალბათ 50% შემოდის ISBN-ის და ISSN-ის დამსახურებით და მეშვეობით. თუმცა ვალდებული გამოცემები და არც ავტორები არ არიან. არა, ვალდებულები არიან იმ შემთხვევაში, თუ კი აიღებენ უკვე საერთაშორისო ნომერს. აი ესეთ ჩვენ იმიტომ რომ აი როგორც ქალბატონმა მარინამ თქვა, უფასოა და რადგან უფასოა ISBN და ISSN-ი, ამიტომ ისინი ხედავენ ხელშეკრულებას ვაკეთებთ კი როგორ არა და ამით ისინი პრინციპში ვალდებულები არიან ჩვენს წინაშე რომ ნებაყოფლობითი არა ნებაყოფლობითი არ შევა სიხარულია პირველ რიგში და ამას გავაჟღერებ და ალბათ ყველას გაუხარდება რომ მიიღონ იქნებ სავალდებულო ცალის ისა კანონი ეს ძალიან შეგვიმსუბუქებს ჩვენ დაკომპლექტებასაც ალბათ აქედან გამომდინარე ყველა გამომცემლობა, ყველა სტამბა უკვე ვალდებული იქნება, რომ დააკომპლექტოს ბიბლიოთეკები, არა მარტო ჩვენი. საერთოდ. არა, ეხლა კანონი თუ არა, საერთოდ როგორ არის, იცით, ეროვნულ ბიბლიოთეკას
ეკუთვნის ყველა ქვეყანაში სავალდებულო აი, რატო ეგზემპლარი. ვეუბნებ, ვინაიდან ციცაცავია სტატუსია უდიდესი ეროვნული თქო და ბიბლიოთეკა. მაგრამ რაღაც ესე იგი, ეროვნული ბიბლიოთეკა ხო ეროვნულ ბიბლიოგრაფიას ემსახურება. Mandatory. იმიტომ რომ იურისტებსაც მოუწევთ სავალდებულო წარწერა. სავალდებულო ამ პროცესს მაინც შევეცდებით განვიხილოთ ეს ჩვენი ვარიანტი რადიო ეთერშიც, მაგრამ ახლა მოდით წიგნები რომელიც შემოდის ნაკომერდებს გაყოფილებაში, მე რა მოდის, როგორ აღიწერება საათმდის და მე მთელი გზა გავიარეთ. დაკომპლექტებაში შემოდის არა მარტო წიგნები, ჩემო გიორგი, აბსოლუტურად ყველა ქართული ნაბეჭდი ერთეული. ამაში შეიძლება იყოს წიგნიც, პლაკატი, კალენდარი, ფურცლოვანი გამოცემა, ჟურნალები, ვიზუალური მასალები. თუ კი რამ შეიძლება ქართულ ენაზე დაიბეჭდოს, ყველაფერი შემოდის დაკომპლექტების განყოფილებაში, თავისი მოცულობით, სტრუქტურით, ყველაფრით ეს არის ძალიან რთული განყოფილება. ვერმა შეიძლება არ იცოდეთ 20 მუშაობს ამჟამად, მაგრამ ძალიან ცოტაა ეს 20-ით მინდა გითხრათ, იმიტომ რომ არის კოლოსალური სამუშაო და ალბათ ყველა მიცის ჩვენ ოთახებში, ყველა შემოუხედავს და იქ რა ხდება, ალბათ იცით და დაგინახავთ, ეს არის სავსე ოთახი, წიგნებით, მაგიდები, იატაკი, თაროები, ავტორები, გამომცემლები კი. და გარდა მაგისა მინდა ყველა ოჯახს მადლობა მოუხადო საკუთარი ბიბლიოთეკების გადმოცემით ოჯახები, ბევრი ოჯახები ჩვენ ჩუქნიან თავის ბიბლიოთეკებს, აქედან ბევრი წიგნი ჩვენ შევავსეთ ჩვენი ხარვეზები, ალბათ ბევრი არ ქონდა დანაკლისი, მაგრამ ქონდა იყო წიგნები, რომელიც იყო თითოцали, 2 თქვათ და შეივსო ჩვენი ბიბლიოთეკების ფონდები და მინდა ყველა ოჯახს მადლობა გადაუხადო. გარდა წიგნებისა ჩუქნიან გრამფირფიტებს, სიდებს, დისერტაციებს და მათ ოჯახში დაცულ კოლექციებს. ისინი მადლიერები არიან იმით, რომ ჩვენი ბიბლიოთეკა შეინახავს მათი ოჯახის კოლექციებს. მე მინდოდა მეთქვა, რომ ერთ-ერთი გზა წიგნის და საერთოდ ქართული ნაბეჭდი ერთეულის თუ რუსული გამოცემების, უცხოური გამოცემების არის ეს, რომ ოჯახებიც ხშირად გვეხმარებიან იმაში. გარდა მაგისა, თუ კი სადმე მიგვიწვდება ხელი ყველა გამომცემელს, ავტორს, ასე ვთქვათ, დავსდებთ, ვემუდარებით, ვეხვეწებით. ხო, თებს და რაღაც საოცრებებს არ ვპირდებით, მაგრამ რეალობას ვეუბნებით, რომ მისი წიგნი იქნება ჩვენთან დაცული, მისთვის ეს რამხელა პატივია, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში იქნება ეს დაცული და სარგებლობ მომენტი და მოუწოდებ ყველა გამომცემელს, ყველა ავტორს, რომ სიამოვნებით მივიღებთ საჩუქრად წიგნებს ჩვენ. პროექტი წიგნის ახალწოდების ჩვენს განყოფილებაში გაივლის, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ პირველადი მიღება ყველაფრის არის ჩვენთან, ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ ეს არის ქართული ნაბეჭდი ერთეულის აღრიცხვა. პირველადი შემოსვლა ჩვენთან ხდება და გარდა წიგნებისა ჩვენთან ხდება პერიოდიკის ფონდის დამუშავებაც, გარდა შემოსვლისა. და მინდა გითხრათ, რომ გარდა ამ გზებისა, კიდევ რა თქმა უნდა, ბიბლიოთეკას აქვს თავისი ფინანსური ფონდი, რომლის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ წიგნები და გამოვიწეროთ პერიოდული გამოცემები. ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ვართ დამოკიდებული პალიტრა ელის ერთ-ერთ შვილობილზე, უფრო სწორად ეს არის მედია კონცერნი კვირის პალიტრა, რომელიც ელვაჯი ტენდერში გამარჯვებულია და არაჩვეულებრივად გვემსახურება, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ზუსტად მითითებულ ვადებში შემოაქვს ჟურნალ-გაზეთები და მადლობელი ვართ, მისი მადლობის თქმის მეტი არაფერი არ შეგვიძლია. და გარდა ამისა, ყიდულობთ ჯერჯერობით წელიწადში ერთხელ ყიდულობთ წიგნებს, მაგრამ იმედია შემდეგ წლებში ალბათ გაიზრდება ეს ბიუჯეტი და ფინანსება და უფრო მეტის შეგვეძლება ქართული წიგნის გარდა რომ შევიძინოთ უცხოური წიგნები. იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენ ყოველ შემთხვევაში წელს რეკორდული მაჩვენებელი ვაჩვენეთ 26,900. კი ბატონო, კი. მინდა სტატისტიკა თუ გაინტერესებთ, შემიძლია გითხრათ. გარდა ელვაჯის მინდა ჩამოთვალო, არ მინდა რომ ვინმეს ვაწყენინო, იმიტომ რომ უამრავი გამომცემლობაა, რომელთანაც ჩვენ მივდივართ და ძალიან კარგი
დამოკიდებულება გვაქვს და უანგაროდ და დიდი სიმპათიით და სიყვარულით ისინი უკვე გამზადებულს გვახვედრებენ წიგნებს ყველაფერს. ბაკურ სულაკაურის გამოცემობა, დიოგენე, მერიდიანი, ინტელექტი, არტანუჯი, აი რომელი ერთი ჩამოთო არ მინდა რომ გამორჩეს ვინმეს არ ვაწყენინო საპატრიარქოს გამოცემლობა და გარდა ამ გამოცემლობისა კიდევ არსებობს გამოცემლები და ისინი რომლებიც აი მინდა აღვნიშნო შემოდიან ხოლმე ავტორები რომლებიც ვერც აიზბიენს იღებენ და ვერც აისისებს უბრალოდ ზოგს წარმოდგენაც არ აქვს ამაზე მაგრამ აი ის ბოლო უკანასკნელი ფულით გამოცემული თავისი წიგნი უნდათ რომ ჩვენთან იყოს ასეთი ადამიანიც ძალიან ბევრია იცით და აი უნდა რომ პირიქით აქეთ გვეკითხებიან 3 მოვიტანო თუ 4 მოვიტანო აი თქვენ როგორ გირჩევნიათ და ჩვენც ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ვართ ხოლმე რომ ვიცით რომ ადამიანმა ბოლო ფული აი წიგნში გადაიხადა სულ 3-ს აი იცით რა აი მინიმუმი 3 იქნებ შეძლოთ მაგრამ აი მადლობას ვუხდი ნამდვილად ასეთ გმირებს უწოდებ მე ამ ადამიანებს რა ვიცი რა გითხრათ ბევრი უმრავლესობა მოწადინებულია რომ ჩვენთან მოიტანოს წიგნი დიდი მადლობა ეს ადამიანებს გამოცემებს და ყველამაც ვისაც ერთი წილი მაინც უჩვენებია ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოანგაროთ მაგრამ მე ელექტრონულ კატალოგებში ნახულობენ ციფრულ ბიბლიოთეკებში ადამიანებს მეორე დღეს მოდიან და რატო არ არის ხო ასეთი ადამიანებიც ბევრნი არიან მაგრამ ბევრია ეძებენ თავის წიგნს გავადმე ეს შემოვიდა წიგნები თქვენ პირველად ახსნა გააკეთეთ და მე რა ხდება ახლა ქალბატონი რომელიც მე ვიტყვი თუ გინდათ მე სპეციალურად შევადგინე წიგნის მოძრაობის სქემა როგორ მოძრაობს წიგნი დაკომპლექტების განყოფილება შემოვიდა ამათთან ну არ აქვს მნიშვნელობა თქვა ASBN-დან შემოვიდა თუ როგორ შემოვიდა დაკომპლექტების განყოფილებაში დისერტაციები ხო ჩვენთან შემოდის დისერტაციები ბოდიშს ვიხდი ქალბატონი დისერტაციები ჩვენთან შემოდის და მინდოდა მე თქვა ბოდიშს ვიხდი რომ ყველა აბსოლუტურად მოაქვს სიდიც რომ განთავსდეს მისი დისერტაციას ჩვენთან და წელს მარტო 160 დისერტაცია გაციფრდა გარდა იმისა რომ რაც შემოვიტანეთ 160 გაციფრდა და განთავსდა ივერილში განთავსდა ეხლა შემოვიდა დაკომპლექტების განყოფილებაში იმიტომ რომ ჩემი თანამშრომლები თავისი ხელით დადიან გამომცემლობებში და ეს რო არ თქვა უბრალოდ გული გამის ჩემი თანამშრომლებთან მართალი არ ვიქნები იმიტომ რომ თავის ზურგით მოაქვს წიგნები ჟურნალები და ძალიან ბევრი გამოცემა პლაკატები იქნება თუ ისინი არ შემიძლია რომ ეს არ თქვა იმიტომ რომ თავისი საკუთარი ხარჯებით და თავისი რა თქმა უნდა მაგრამ მათი საქმიანობა ამ ეტაპზე ეს არის და აქედან გამომდინარე არა როგორ კომპლექტება ეს მინდოდა მე თქვა პირნათლადაც ეხლა რომ შემოვა წიგნი დაკომპლექტების განყოფილებაში აქ კეთდება დაკომპლექტებაში პირველადი მიღება ჩაბარების აქტი ივსება და პირველადი აღრიცხვა კეთდება დაკომპლექტების განყოფილებაში. შემდეგ გადადის წიგნი დამუშავების განყოფილებაში. მიღება ჩაბარების აქტში თავისი მონაცემების შეტანა და შეფასება ხდება ზუსტად დამუშავების განყოფილებაში. შემდეგ ისევ დამუშავების განყოფილებაში საინვენტარო ნომრის მინიჭება ხდება და საინვენტარო წიგნში შეტანა. ასევე დაკომპლექტების განყოფილებაში მიღება ჩაბარების აქტის მონაცემების ჯამურ წიგნში გადატანა ხდება და ჩაურიცხავი დოკუმენტების განაწილება დანიშნულებისამებრ. აი აქედან უკვე მუდმივ შესანახად გადაწყობილი წიგნები, რომელსაც უკვე ინვენტარი აქვს მინიჭებული, საგზურით გადაეცემა კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის განყოფილებას. კლასიფიკაციიდან ხან შევისრულა ქალბატონ რალისტოს აი თქვენთან რომ მოვიდა წიგნი საგზურით. საგზურით მოვიდა, რა წერია საგზურში და რა ხდება თქვენთან? საგზურით პარტიებთან წიგნები აღრიცხული და გადავიწერთ ჩვენ ჟურნალში, შევამოწმებთ და მე ხდება დამუშავება ამ წიგნების კლასიფიკაცია და აღწერილობა ელექტრონულ კატალოგში შეტანა. და შემდეგ როდის მოვა ბოლოს და ბოლოს ეს წიგნები? მე ეს ბარათების ამობეჭდვა ხდება ჩვენთან პრინტერის საშუალებით ყველაფერი და ნაწილდება ყველა განყოფილებაში ჩვენგან მიდის ბარათები და წიგნები ჩვენგან მიდის. ესენი ანაწილებენ ფონდებისა და დამუშავების განყოფილება ანაწილებს, აწერს
მიმართულებას და ჩვენგან მიდის მე უკვე გამრავლებული ბარათებით აღწერილი და გამზადებული წიგნები. ანუ ჯერჯერობით ჯერ წიგნი თქვენთან არა, აქაც აღრიცხვა აქტებს ვადგენთ და ვატანთ ისე აქტებით გადადის უკვე ზოგი ევში, ზოგი ქართველოლოგიაში, ზოგი რიგდება, ესე იგი მთელი ბიბლიოთეკაში, საცავში, საერთო საცავში და რა არის კიდე საინტერესო ერთი. აი დაუშვათ ნინო მისცა პირველადი აღრიცხვის ნომერი დააწერა წიგნს და აქტში შეიტანა ეს ნომერი. Ai ez actis nomeri inventaris წიგნამდე გასდევს წიგნას წიგს ესე იგი პირველადი აქტის ნომრით წიგნი ინვენტარშიც კი იწერება. ინვენტარში ხო სხვა მითი მიდის შენახვის შიფრები ედება და რაღაცა. მაგრამ აი ეს პირველადი ნომერი ნინოსთან რო შემოვიდა დაკომპლექტებაში ინვენტარშიც კი არის ასახული. ისე რომ ეს არის ჯაჭვური პროცესი. აქედან იქ, იქიდან იქ, იქიდან იქ და სულ ეს ნომერი მუშაობს, ასე ვთქვათ. ის პირველი მინიჭებული ნომერი და ბოლოს საცავში რა თქმა უნდა მიდის და საცავიდან უკვე კლასიფიკაციაში აღწერილი გადის უკვე ელექტრონული კატალოგებით, ამათში აქვს ელექტრონულ კატალოგში და უკვე ხელმისაწვდომია მთელი ფართო საზოგადოებისა. ელექტრონულ კატალოგშიც და ისე ბარათულ კატალოგში. ბარათულებსაც აკეთებენ, რა თქმა უნდა, და ელექტრონულში როგორც კი შევა, ის უკვე ხელმისაწვდომია. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველასთვის. ამდენიმე გადაცემის შემდეგ მოვუწევთ ამ დარბაზების აღმოფხვრებიდან. მოსახლეობის გამოყენება და ისინი მეტყვიან როგორ იწერება, როგორ ამდენხანში მოდის, რატო დაჩქარდა წელს და აღარ არის 9 საათი ლოდინი არ ჭირდება ის. რატომ არის პრობლემა რუსულ წიგნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სამწუხაროდ მოზებულია შენობას გარკვეული ნაწილი დაგვიჭირდა აშენა და ასე შემდეგ. მოდი ახლა კიდე ერთ საკითხს შევხვდით, რომელსაც ტრადიციულად ყველას ვეკითხები, რომელიც შეიძლება გავაგრძელოთ, აი წიგნი ელექტრონული თუ ბეჭდური. ერთად თუ ცალ-ცალკე ურთიერთჩანაცვლება თუ ურთიერთშენაცვლება და კოჰაბიტაცია ხდება. კოჰაბიტაცია თუ ახალ ტერმინი. კოჰაბიტაციაზე შევდახვედე. არა, უნდა იყოს ისიც და ისიც. ჩვენთან არის სისტემატური სხვა კატალოგები აღარ არის. სისტემატურია. სისტემატური ბარათული და ესე მკითხველები თხოვობენ ამბანურიც უნდათ, მაგრამ ამბანური აღარ არის. არ არის საშუალება რომ ამდენი აწარმოამდენი კატალოგი ბარათული არც ადგილი არ არის. ეს არის უშუალოდ წიგნზე მე მგონი ლაპარაკი, ხო? ელექტრონული თუ ორივე. მაგრამ ელექტრონული ჯობია ორივე. უნდა იყოს თხა ელექტრონული. მეც ერთი მონაწილეობ ხომ გაციფრების და რაღაცა ისე პატარა კოლექციის და ვთვლი რომ თუ ადამიანი რაღაცას ეძებს ელექტრონულ საძიებო სისტემებში ამის გაკეთება არის ალბათ მეახდი შრომა არ ჭირდება რა. თუ კითხულობ ალბათ მაინც მე გეტყვით სისტემატური კატალოგის პლუს. იქ ყველა ენაზე მრავალენოვანია ერთი დარგის უკან, თქვათ 53 არის ფიზიკა, ხო? ამის უკან ფიზიკა იქნება ყველა ენაზე. წარმოდგენილი ყველა ენაზე იქნება იქ წარმოდგენილი. აი ეს ამას კარგი სისტემა. ეს სხვადასხვა ფაზაში შეიძლება ნახოთ ქართულად, გერმანულად, ყველა ენაზე. ხო, აი ეს არის მაგისი წიგნი სულ იქნება. და ერთ-ერთი საინტერესო კიდევ ჩვენ დეპარტამენტში რაც არის, ეს არის ფონდების აღრიცხვა და მისი სტატისტიკა. ეს არის აუცილებელი პროცესი, იმიტომ რომ არ არსებობს ბიბლიოთეკა, რომელსაც არ გააჩნდეს დღევანდელ დღეს მისი სტატისტიკა და საბიბლიოთეკო აღრიცხვა. ყველაფერში აბსოლუტურად უწყობს ხელს. ჯერ ერთი განისაზღვრება ამითი ბიბლიოთეკის დონე. რა დონის არის, რა სტატუსი, რამ შემოდის, რა რაოდენობის შემოდის, რამდენი თარგმანი შემოდის. თარგმანით განისაზღვრება კულტურა ერის და გამოცემული წიგნებითაც განისაზღვრება ერის კულტურა. აქედან გამომდინარე, ესეც არის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი დარგი ერთ-ერთი ამ საბიბლიოთეკო რესურსების. წინა გადაცემაში, რომელიც სახელწოდება არის გულახდელი საუბრები, ჩემს თუმარებო ანუ ლევონ ბერძენიშვილი და მან თქვა რაღაც რომ არასოდეს თუ არ ჩავდღა სხვა საუკუნეებში თარგმნობითი
ესეთი ნაკადი არ ყოფილა საქართველოს როგორც ახლა არის. ბევრი ალბათ ძალიან კარგად თარგმნება, ბევრი კარგად თარგმნება, ალბათ სუსტი თარგმანებიც არის, მაგრამ ფაქტია რომ რაოდენობით ასეთი. ძირითადად მაინც კარგი. ეხლა იუნესკოსთან ხო გვაქვს ჩვენ ურთიერთობა და იუნესკო თხოვლობს პირდაპირ ტრანსლიტერირებულად ამ თარგმანების რაოდენობას. ოღონდ როგორიც თავის სათაურებით, გამოცემის წლებით, უდეკათი, ოღონდ პირველი ნომრით, თქვა მესამე განყოფილება, მეხუთე განყოფილება, მეშვიდე განყოფილება. ძალიან უდეკათი ინდექსაციაში ხო გიწერთ იმას. ხო, და პირველ იმას ყოველობენ სხვა კლასიფიკაციას. ძალიან აინტერესებთ ეგ ამბავი და პირდაპირ წერილებსაც გზავნიან, რომ გამოვიდეს. ინდექსებიც აქვს ჩვენ ხო ინდექსები საიდან არის თარგმანი. რა თქმა უნდა. ტრანსლიტერაციას ვაკეთებ და ისე ვაკეთებ აღწერილობას და თითოეულ ენას, აი ქართულ ენას ვუხდით, თავისი ტრანსლიტერაციის ნიშნები აქვს უყურე. ადრე ვაკეთებდით იმისი Library of Congress, აი ამის მიხედვით, კონგრესის ბიბლიოთეკის მიხედვით, მაგრამ შემდეგ მოხდეს მითითება, რომ სწორედ ISO სტანდარტის მიხედვით ეს სტანდარტიზაციის ორგანიზაცია. ISO ძალიან სრული ორგანიზაცია, არა მხოლოდ წიგნების ხო, ISBN-ის ესენიც ISO-სია. არა, ISO-ს სწორედ ახლა ISO სტანდარტის მიხედვით ვაკეთებთ ამ აღწერილობას, ანუ ტრანსლიტერაციას და ყველანას თავისი ნიშანი აქვს. აი ეს მინდოდა დავამატებ და აი ასე ვაგზავნით საერთაშორისო ცენტრში. ჩვენი გადაცემა ასასოს მიუახლოვდა, უბრალოდ დასრულდა. მე კიდევ ერთხელ წარმოგიდგენ ჩემს სტუმრებს და საკუთარ თავსაც იმედი მოვაპატიებთ და შემდეგ კიდე რამდენიმე სიტყვას თხოვ ჩემს სტუმრებს, უბრალოდ ჩემს კოლეგებს. თუ რამე დარჩათ თქვენ არ დავსკითხო რომელს უნდა დამისვა ამაზე დასვლა მეკითხოს და მე ვუპასუხო. მასაში გადაცემაში ბიბლიოთეკაზე სტუმრები ზამდებოდნენ. ქალბატონი ლალიკა გულე და თინა ლუნჯარია, ქალბატონი მარინა კენჭოშვილი, ISSN-ის ცენტრის უფროსი, ქალბატონი ნინო გურგენძე დოკუმენტების განყოფილების უფროსი. ახლა გისმენთ ქალბატონებო, ეს მარტია და ამოვილოცია ეს. მარტის დასახლები არ მოვილოცით. ეთერში ახლა გილოცავ და დიდი მადლობა. სათქმელი რა თქმა უნდა ბევრია, იმდენად დიდი და მრავალფეროვანი სამუშაო გვაქვს, მაგრამ ამ მცირე დროში, რაც მოვასწარეთ, ის თქვით, იმედია შემდეგ კიდე მოგვიწევთ. აუცილებლად, იმიტომ ჩვენ ბევრი განყოფილება თითოეულ დარგზე შეგვიძლია უკვე დაწვრილებით, თითოეულ განყოფილებაზე. მაგალითად, ძალიან საინტერესო იქნება ხელუხლებელ ფონდებზე საუბარი, იშვიათი გამოცემების ფონდებზე საუბარი, განყოფილების ფონდებზე საუბარი. კარტოგრაფია არის ძალიან საინტერესო, ისე რომ სალაპარაკო ნამდვილად ფონდიც არის ელექტრონულად არის კარტოგრაფიაც. რა თქმა უნდა. ამ საერთო ელექტრონულ რესურსებზე ჩვენ ერთ გადაცემას აუცილებლად და ისე ბევრჯერ ბევრ გადაცემაში არ ყოფილა გადაცემას და ვისაუბრეთ ელექტრონიკაზე, არ მიხსენებენ არც ელექტრონული კატალოგები, ეს ელექტრონული ბიბლიოთეკები და ასე შემდეგ. იმიტომ იმდენად ზავია და ესე იზრდება და იმდენად მოთხოვნადია რომ ძალიან. აბარა ელექტრონული ბიბლიოთეკებს ახლა ბიბლიოთეკური გამოცემების დამუშავების განყოფილებაში ყველა სტატიების აღწერა ხდება. უმრავლესობა ანალიტიკა ხო. ჩვენი გადაცემა. ანალიტიკა. აი რუსეთში მაგათაც არსებობს სწორედ ელექტრონული ბიბლიოთეკა პერიოდ გამოცემებისთვის, რომელიც სხვადასხვა აი იმპაქტ ფაქტორების მნიშვნელობაზე მუშაობს და იმპაქტ ფაქტორებს. 2005 წლის წინდან აქვთ მათ ეს. ეხლა კარგია ჩვენთანაც რო იყოს. არა, ჩვენთან არსებობს აკადემიური ჟურნალების ფანტასტიკური როგორ თქვა, ფონდი არსებობს ელექტრონული, რომელსაც აწარმოებს სამოქალაქო განათლების განყოფილება. თუ კი რამე აკადემიური გამოცემა არსებობს, თქო ბოლო ალბათ 7-8 თვის გარდა იგდებს. დაწყებული ტაბულა სტატიებიც არის? ხლიან გაცდრებულია. მართ გაციფრებული. თავისუფლი თავიდან ბოლომდე საძიებო სისტემა და შემდეგ ამაზე ერთ-ერთ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ. კიდევ ვისაუბრეთ თუ ეს მოთხოვნა იქნება, მაგრამ ახლა გადაცემა დავამთავროთ. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ. გისმენთ რა თქმა უნდა. ისევ და ისევ მიმართავ ყველა გამომცემელს და ყველა ავტორს, თუ კი გაიმეტებთ თქვენ წიგნებს და მოიტანთ ჩვენთან ბიბლიოთეკაში დიდი სიყვარულით და დიდი სითბოთი მიგიღებთ და მივიღებთ თქვენ წიგნებს. და შეუნახავთ მომავალ თაობებს, რა თქმა უნდა. ხელუხლებლად. მე მგონი უკეთეს დასასრულს ერთ მოვფიქრეთ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩემს სტუმრებს. მე მინდა მადლობა ვთქვი იმ რადიოსმენას, რომელიც დაახლოებით 1 საათის შემდეგ ჩართავს შევა YouTube-ზე, შევა ჩვენს Geolit TV-ს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ ტელევიზიის გვერდზე და მოусმენს ამ გადაცემას. ამოგვეხმაურება, მოგცემ ჩვენი შინაარსს, წინადადებებს და დავიტოვოს იმის, რომ ჩვენ კიდევ ვითანამშრომლობთ.